მეგობრებო, როდესაც ძალიან ძიმე განსაცდელში ან ცოდვაში ჩავარდები, სასწარკვეთილებას ნუ მიეცემი. ზოგჯერ არის რომ წლების განმავლობაში ბავშვობისას ჩადენილ ცოდვასაც კი იხსენებ და თავს იტანჯავ, ვინმე უნდა მოვკვდეო. შეიძლება ეს მძიმე ცოდვა იყოს. ზოგჯერ არის ბავშვობაში ბევრნაირ ცოდვას ჩადიხარ. ჩემს წიგნში აღწერილი მაქვს ბრუშობა, მამათმალობა და ასე შემდეგ. და ადამიანი გლოვობს და რცხვენია ტრადიციებიდან გამომდინარე მოძღვარსაც როგორ უთხრას არ იცის. აი იცოდე რომ აღსარების დროს თქვი არ შეგეშინდეს მოინანიე და მეორე აპატიე შენ თავს. შენ თუ არ აპატიე შენ თავს, კურნებას არ მოვა, იმიტომ რომ მუდმივად დატანჯავ და დათრგუნავ შენ სულს და არ მისცემ წინსვლის შესაძლებლობას. ღმერთთან ურთიერთობაში უღობავ შენ სულს გზას. არ ქნა. გაიხარე.